სალამი, დღეს გვექნება მარკ ანტუან ბაროას მთლიანი კოლექციის აღწერა. ერთ სუნამო არა მაქვს მარტო კოლექციაში. დანარჩენი მთლიანად ავღწევოთ. ამ ბრენდმა თავის სახელი თქვა, დაამტკიცა და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი. რითიც სახელი გაითქვეს, ეს არის განიმედი და თვლიო დღესაც ძალიან აქტუალური და საოცარი სუნამოა, ძალიან განსხვავებული. თავიდანო დავტესტე, სულ ვაუ, ეგეთი ეფექტი მქონდა, ჭკუიდან გადამიყვანა ლამის და ეს არის აკიგალაუდი. მაშინ ეს ხშირად აკიგალაუდი არ გამოიყენებოდა და ჩემ რეცეპტორებს გავსი არაფერი არ ქონდა დატესტილი. ეს არის ქიმიურად მიღებული, რომელიც არ არსებობს, პაჩულის ზეთი და ბიოენზიმებით არის დამუშავებული და მიღებული აკიგალაუდი. ძალიან ლამაზი ხისნოტები აქვს, ჩემსავით, ვისაც არ დაგიტესტავთ და დატესტავთ, თავიდან სულ ვაუ ეფექტი გექნებათ, ალბათ ერთი წელი, ძალიან ხშირად ვისხავდი და სულ ეგ ეფექტი მქონდა. მე გადის დრო და ეხლა განიმედი ჩემთვის არის უბრალოდ კარგი სუნამო, ის ვაუ ეფექტი გამივიდა. ვისაც არ გაქვს დატესტილი, თქვენ ჩემსავით გაგიჟდებით ამ სუნამოს და იტყვით თუ რა მაგარია. ეხლა გადავიდეთ ყველაზე უფრო ეს სუნამო მომწონს. ეს არის B683. ძალიან მაგარი სუნამოა. ეს სხვათაშორის ბევრმა არ იცის, ეხლა განიმედი იცის ყველამ, ეს ბევრმა არ იცის. აქ სადღაც განიმედის ბაზა იგრძნობა. აქაც იგრძნობა აკიგალაუდი, მაგრამ არის ბევრად დახვეწილი და ბევრად ლამაზი ჩემთვის. აქ ასევე ტყავით იგრძნობა ამ ხისნოტებთან ერთად ძალიან ლამაზად არის გათამაშებული და წიწაკა აქვს იცით როგორ გაკეთებული, რომ ეს ტყავი და ეს ხისნოტები ესე ცხვირში ხდება, როდესაც გაისხავ და ისე უხდება ცოტა ამ სიმწარეს აძლევს და საოცარი სუნამოა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ განიმედი არის უნისექსი და ეს არის მამაკაცის სუნამო. ამ დროს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩემთვის სრული უნისექსია, ულამაზესად ჟღერს, საოცარი სუნამოა და ჩემი ფავორიტია ამ სუნამოებში. ეხლა ვთქვათ ჩვენ ენცელადეს ეს სუნამო მე არ მიყვარს. რა ვთქვა, ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი, ძალიან ლამაზი ტყავია და ჩემთვის არის ძალიან ქიმიური. უბრალოდ სოფლიო გადაიღია, იმიტომ ძალიან განსხვავებულად ჟღერს და მდგრადობა და შლეიფი არის ყველაფერს გაცდენილი. ეხლა ეს ფურცელი, რომ სადმე დავდოთ ალბათ 6 თვის შემდეგ, ესე დავკნოსო, კიდე სუნი ექნება. საკმარისია 1-2 გასხურება, რომ ამის სუნი იდგეს ყველგან. სადაც არ უნდა შეხვიდეს, სადაც არ უნდა გაიარო, ამის შლეიფს დატოვებ და ყველა შენი სუნელი ესმის. ზუსტად ეგეთია ენცელადი. ეხლა რაც შეეხება ტილიას. ტილია არის უნისექსი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემთვის უფრო ფემინურია. ეხლა არაფერი არ მოხდება, მამაკაცმაც დაისხას, თუ გინდ ქალის სუნამოც რო იყოს და დაისხას, ვისაც რა მოწონს ის უნდა დაისხას. აქ არის ლამაზი ყვავილები, ასევე ცაცხვი იგრძნობა ძალიან კარგად და ეს ბევრი ლამაზი ყვავილის თაიგული რო წარმოიდგინო, საოცარი სურნელით, ზუსტად ეგეთია ტილი. მე არ მომწონს, იმიტომ საჩემო არ არის, ქალბატონზე ძალიან ლამაზად იშლება ჩემი აზრით და ძალიან უხდება ქალბატონს. მართალია ბევრი მამაკაცი სიამოვნებით ისხავს ამ სუნამოს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემ ხასიათში არ ჯდება, რომ ყვავილოვანი არომატებით ვიარო. სულ ახალი ალდებარანი, რომელიც ახლახანს გამოვიდა.
მე ვთვლი, რომ ეს არის ამ ბრენდის შეცდომა. მე კიდევ ვიმეორებ, რომ ამასაც ვთვლი, რომ ფემინოია, მე ტუბეროზა არ მიყვარს და ვისაც ქალბატონებს ტუბეროზა გიყვართ ან თუნდაც მამაკაც, მოგეწონებათ. საოცარი მდგრადობა, საოცარი შლეიფი, პაპრიკა ძალიან კარგად იგრძნობა, უბრალოდ ჩემთვის არაფერი განსხვავებული და არაფერი საინტერესო. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, 80% მოეწონება, ალბათ, იმიტომ აი ძალიან მდგრადი, ძალიან შლეიფიანი და აი ჩემთვის ძალიან უბრალოდ ჟღერს. მე ცოტა არომატში მიყვარს რაღაცა, ბევრ რაღაცას აღმოვაჩენ, აქ უფრო, ეგ ვერ აღმოვაჩინე და ჩემთვის არის უბრალოდ სუნამო. კიდევ ვიმეორებ, რომ კაი სუნამოა, უბრალოდ ის, რომ ვაიმე და მსოფლიო შეძრა და რაღაცა, ეგეც სუნამო არა. ეს არის განიმედის ექსტრაქტი. მე აშემილი ამ სუნამოზე ვთქვა, მე განიმედი მირჩევნია, კიდე უფრო ინტენსიურია, სადღაც უფრო კიდე ბალახები აქვს დამატებული და ცოტა ყავის ნოტები იგრძნობა და მე ვთვლი, რომ ეს ექსტრაქტი იმ განიმედის უნიკალურობას კარგავს, რისთვისაც მსოფლიოს მოწონს განიმედი. ცუდი სუნამო ნამდვილად არ არის, უბრალოდ ღირს ორჯერ ძვირი, თან გამოდის 50 მილilitrში და როდესაც 100 მილილიტ განიმედს 50 მილilitrიან ექსტრაქტზე ბევრად იაფად ყიდულობ, მაგ გადმოსახედიდან განიმედი ბევრად მირჩევნია. ფასი აქვს გადამეტებული, ეს ჩემი აზრით ეს ყავის ნოტები და ცოტა ბალახები ძალიან არ მოუხდა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ განიმედი მაინც განიმედია. აქედან რასაც დავასკვნი, განიმედზე ვგიჟდებოდი და ეხლა დიდად აღარ ვგიჟდები, მაგრამ მაგარი სუნამოა. მე ეს B693 მომწონს ძალიან, იმიტომ უდახვეწილესი სუნამოა. ენცელადი არის ძალიან ბომბი, რომელიც ატომური ბომბია ვიტყოდი, ალდებარანი და ტილია უფრო ჩემი აზრით ქალბატონის სუნამოა. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყეთ და ლაიქება, რომ უფრო მეტი და მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. აბა, კარგად წანდებოდეთ.